ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ ლიტურგიაზე ჩვენ კვლავ ცნობილი ადგილი წავიკითხეთ ლუკას სახარებიდან, რომელიც მრავალ გზის გამგვიმარტავს და ამიტომაც დეტალურად ჩვენ ამ საკითხებს არ შევეხებით, იმიტომ რომ გამეორება იქნება მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ერთი მომენტი მინდა რაღაც უფრო მეტად წამოვწიო წინ, იმიტომ რომ ფიქრობ ის იმაზეც გვაქვს საუბარი ჩვენ რამოდენიმე გზისი, მაგრამ კვლავ გახსენება იმ საკითხისა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ფიქრობ არა მხოლოდ დღეს, არამედ შეიძლება ითქვას ყოველ დღე შეხსენების კუთხით არის აუცილებელი ჩვენთვის. სახარების თხრობა იყო იაიროსის ქალიშვილის ჯერ სიკვდილზე, შემდგომ თუ როგორ აღადგინა მაცხოვარმა იგი და ამავე დროს როგორ განკურნა მაცხოვარმა 12 წლის დაავადებული, 12 წლის, ესე იგი ავადმყოფი ადამიანი ქალი, რომელიც სისხლმდინარებით იყო დაავადებული 12 წლის განმავლობაში. აი ამაზეა საუბარი დღევანდელ დღეს. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გქონდა დეტალური როგორც მოგახსენეთ საუბარი, ამასთან დაკავშირებით კვლავ არ გავამეორებ ამას. უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მინდა აღვნიშნო. სიკვდილზე ხსოვნა, სიკვდილის ხსოვნა ესე. რატო სიკვდილზე რატო უნდა ვიფიქროთ? რა გვაძლევს ამის საშუალებას დღევანდელი სახარებიდან გამომდინარე? სახარება გვეუბნება, რომ 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, იაიროსის ქალიშვილი, რომელიც აღადგინა მაცხოვარმა, მაგრამ თუ კი 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, როგორი დაავადებითაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარდაიცვალა იგი. და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გარშემო არა მხოლოდ მოხუცები მიდიან, ხშირად მოხუცები უფრო არ მიდიან, ვიდრე ახალგაზრდები. ასე რომ ჩვენ დაზღვეულები არც ერთი არა ვართ სიკვდილისაგან. და შესაბამისად თუ ამაზე არსობრივად, ესე იგი ონტოლოგიურად არ ისაუბრა და არ იფიქრა ადამიანმა, შეიძლება ითქვას, რომ ის ქრისტიანიც არ არის, ეს ერთი. და მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანური გრძნობებისაგან და ადამიანური ბუნებისაგან, ადამიანურობისაგან არის მოცილებული. ეს ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ან ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთხელ მაინც არსობრივად არ ფიქრობს ამ საკითხზე, ეს არის ცხოველის დონეზე დასული ადამიანი, ლუარსაბ თათქარიძე. მარადიული პერსონაჟი გაცხოველებული ადამიანისა. ესე იგი, თუ 12 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა, ჩვენს სახარება გვეუბნება დღეს, რომ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ სიკვდილზე. თუ კი ბავშვები მიდიან, თუ კი ახალგაზრდები მიდიან, სიკვდილს არ აქვს ზღვარი, შეიძლება ითქვას. წლოვანება არ გააჩნია. მაშინ ყოველ დღე შეიძლება მოგვივიდეს ჩვენ ეს. დაზღვეულები არც ერთი არა ვართ. აგერ რამოდენიმე თვის წინ სამი შვილის მამა 40 წლის უნდა გამხდარიყო და დაკრძალეს თავის დაბადების დღეზე კაცი. ჩემი ტოლი, ზუსტად ფაქტობრივად ჩემი ტოლი კაცი გადადიოდა გზას, მუშაობდა სამსახურში იყო. დაეჯახა მანქანა და იქვე მოკლა. ანგელოზივით კაცი იყო, ამბობენ. მე არ ვიცნობდი ამ კაცს. მაგრამ ესე ამბობენ. და ვინი ფიქრებდა, რომ რო გაიღვიძა ამ კაცმა, სახლში ვეღარ შევიდოდა. შეიტანდნენ, ვინი ფიქრებდა ამას? ვერც ერთი ჩვენგანი. ასე რომ, სიკვდილის ფიქრი არის განუყოფელი ცნება ჩვენი ცხოვრებისა. ეხლა ერთი ნაწარმოები მინდა განვიხილო დღეს, რომელიც მხატვრულ სიტყვაშია დატევნილი, ულამაზესი ნაწარმოებია, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწარმოებად რო არ დარჩეს და მხოლოდ ამ წერლის სიტყვა არ გეგონოთ, ქრისტიანობაში იოანეს სინელთან მაგალითად კლემაქში არის ცალკე თავი სიკვდილზე ფიქრის შესახებ. იოანეს სინელი ესეთ რამეს ამბობს, რომ ელინიცა ფილოსოფოსნი ჭეშმარიტ ფილოსოფოსობასა იტყვიან სიკვდილისაკენ წვრთნასა.
ესე იგი მარტო ჩვენ კი არაო ქრისტიანები, არამედ ელინიცა ფილოსოფოსნი, ანუ ბერძენი ფილოსოფოსები, წარმართები ამბობენ, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია ეს არის სხვა არაფერი, თუ არა სიკვდილისათვის მომსამზადებელი პერიოდი. ეს პლატონთან გვხვდება ჩვენ. არა მხოლოდ მასთან, მაგრამ მან დაიწყო ამაზე საუბარი. თავის ფედონში ცნობილ დიალოგში, სადაც სოკრატე გვდება და რა დამოკიდებულებაა სოკრატესის სიკვდილისადმი. წარმართი ხალხი, ქრისტიანები არ არიან ესენი. და არა მხოლოდ ისინი, უამრავი, მე-20 საუკუნეში ჩვენ გვიხსენებიან. იყო ესეთი გერმანელი დიდი ეგზისტენციალისტი მოაზროვნე მარტინ ჰაიდეგერი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ცხოვრება მაშინ არის დაფასებული მხოლოდ ჩვენთვის, როდესაც მარადიულად და ყოველდღიურად ვდგევართ სიკვდილის წინ. ამას საზღვრისპირა განცდები ქვია. ზღვართან რო ვდგავარ მე, მაშინ ვაფასებ თურმე ჩემს სიცოცხლეს. ზღვარი რა არის ადამიანში? თავისი მეგობრის სიკვდილი რო დაინახა ახალგაზრდა კაცისა. მაშინ აფიქრებს, რომ ხო შეიძლება მეც ვიყო მის ნაცვლად. მეც შეიძლება არ ვიყო ხვალ. აი ესეთი მომენტები საზღვრისპირა შეიძლება ითქვას. აბრუნებს ადამიანს იქითკენ, რომ ადამიანი წარმავალი ხარ. ხარ მტვერი და მატლივითა ხარ. დამპარტავნების დრო არ არის აქ. დაფიქრების დრო არის სინამდვილეში. ან მეორე გამონათქვამი ამავე ჰაიდეგერისა ესეთი ის კი არ არის საქმე, ამბობს ეს მოაზროვნე, რომ ადამიანი ფიქრობდეს, რომ ოდესღაც სიკვდილი მოვა ჩემთან. ეს კი არ არის რაღაცა მე რო ვიცი სიკვდილთან დაკავშირებული. არამედ ის, ანუ ეს სიკვდილის ფიქრი, რამდენად მონაწილეობს ჩემ ცხოვრებაში, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენად ვდგევარ მე სიკვდილის წინაშე, რამდენად ვაფასებ შესაბამისად ჩემს სიცოცხლეს, ამაშია საქმე. და არა ის, რომ მე ოდესღაც მოვკვდები, როგორც თითოეული ჩვენგანი ფიქრობს. ეს არაფერს არ გაძლევს ჰაიდეგერის თქმის თანახმად. გაძლევს ის, მხოლოდ, როცა შენ მართლა განიცდი, რომ შეიძლება მართლა მოვკვდე დღეს. ასეთი ფიქრი გაძლევს შენ სტიმულს ცხოვრებისაკენ. არა პესიმიზმისაკენ, არამედ ცხოვრების სტიმულს გაძლევს თურმე. ამბობდა ეს არა ქრისტიანი, ვერ იტყვი, რომ ქრისტიანი კაცი იყო ეს ჰაიდეგერი, მაგრამ აი ესეთი აზრები ჰქონდა. ეხლა იმ ნაწარმოებთან დაკავშირებით, რომელიც მოგახსენეთ. აი ამ აზრების, ესე იგი, ივანეს სინელის აზრი მოგახსენეთ. მოგახსენეთ პლატონის აზრი სოკრატესთან დაკავშირებით. მოგახსენეთ ჰაიდეგერის აზრი და კიდე სხვა, მაგრამ აი მხატვრულ სიტყვაში გამოთქმული ასეთი ნაწარმოები მე მეორე არ ვიცი. მსოფლიო ლიტერატურაზეა საუბარი. თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ მე არ წამიკითხავს ამის გარდა ნაწარმოები ამ თემასთან დაკავშირებით და ასეთი ღრმა განცდით გადმოცემული მე არ წამიკითხავს მეორე. ეს არის ნაწარმოები დიდი მე-19 საუკუნის მწერლისა ტოლსტოისა. 50 გვერდიანი ნაწარმოებია, რომელსაც ქვია ივანე ილიჩის გარდაცვალება. თუ წაკითხული გაქვთ, გეცოდინებათ, ვიცაც არა გაქვთ წაკითხული. აუცილებლად გთხოვთ, ქართულადაც არის ნათარგმნი, წაიკითხეთ. ეს არ არის პესიმისტური, ეს არის ცხოვრებისეული, დრამატული, შეიძლება ითქვას, აღწერილობა კაცისა, რომელიც დიდი მორწმუნე არ არის და როგორ კვდება. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბოლო წამები, ბოლო დღეები ამ ადამიანის წინაშე დგას, ამან იცის რო კვდება და რას ფიქრობს ეს კაცი. აი ამაზეა მთელი ნაწარმოები გამახვილებული. რამოდენიმე, ახლა ყველაფერს ვერ გამიხილავთ, მაგრამ აი რამოდენიმე არის ესეთი მარგალიტი, ისეთი განცდითი, სიღრმისეულად გადმოცემული მარგალიტი, რომლის განხილვა მე ვფიქრობ აუცილებელია და ჩვენს დაგვაფიქრებს ბევრ რამეზე. ნაწარმოები, ეს არის მოთხრობა არის, ეს არ არის რომანი. იწყება ესე. გაზეთში დაიბეჭდა, რომ ივანე ილიჩის ძე გარდაიცვალა.
და ამას კითხულობენ მისი თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან სასამართლოში, სასამართლოს მუშაკი იყო ეს კაცი. შეშფოთა ყველა, ტოლსტოი ამბობს, მაგრამ შეშფოთება იყო გარეგნული მხოლოდ. რატო? იმიტომ რომ ეს ივანე ილიჩი იყო თანამდებობის მქონე კაცი. და როცა წაიკითხეს მისმა თანამშრომლებმა ეს ამბავი, უფრო მეტად გაუხარდათ, ვიდრე დამწუხრდნენ, იმიტომ რომ გაეხსნათ გზა პერსპექტივისა. მე დავიკავებ მის ადგილსო. და იქ დაცინვით ამბობს ეს მწერალი. თითქოს ისე იყოსო, რომ ამას არ ეხებოდეს, ვინც კითხულობს, იმას სიკვდილი თითქოს არ ეხებოდესო, მარადიულია თითქოს. გაუხარდა. და წარმოიშვა ერთ-ერთ თანამშრომელთაგანში, რომელიც გვარიც არის შვარცი, ესეთი ამბავი, რომ კი ბატონო, მე კი გამეხარდა, მაგრამ მეც ხო შეიძლება მის ნაცვლად ვიყო. მეც ხო ერთ-ერთი მის თანამშრომელთაგანი ვარ. და მის ნაცვლად ხო შეიძლება მე ვყოფილიყავი. და რა წამს დაიწყო ამაზე ფიქრი, დაღონდა, მაგრამ იქვე გამოფხიზლდა. რადგანაც იფიქრა, რომ არა, მე ხო არა ვარ, ივანე ილიჩია და მე რა შუაში ვარ. თითქოს სიკვდილი მას არ შეეხება არასოდეს. ეს ერთი თანამშრომლების ფიქრი. ახლა თვითონ ეს კაცი რას ფიქრობს? შემდგომში, ესე იგი, გაზეთში კი დაიბეჭდა, რომ მაგრამ როგორ გარდაიცვალა, აი ამაზეა მთელი დაახლოებით 45 გვერდი აღწერილობა. განცდა კაცისა 45 გვერდში რა უნდა დაწერო კაცმა, როგორ განიცდის თურმე კაცი სიკვდილს. და ესეთი განცდა აქვს ტოლსტოის აღწერილი. დაავადება შეეყარა თურმე, დღევანდელ დღეს სიმსივნეს უწოდებთ მას, მაგრამ იქ არ წერია, მე-19 საუკუნეში ალბათ არ იცოდნენ ეს. მუცლის ღრუს ტკივა და მოდიან უამრავი კურნალნი, მაგრამ ვერ შველიან ტკივა, ტკივილებით კვდება კაცი. ალბათ სიმსივნე აქვს. და იწყება ესეთი აზროვნება ამ კაცში. მეო ხო მისწავლია ბევრი რამ. სილოგიზმიც ვიცი ადამიანთან დაკავშირებით. სილოგიზმი არის, როდესაც ორი გამონათქვამიდან მესამე გამომდინარეობს. აი ესეთი სილოგიზმი ვიციო, ამბობს ეს ივანე ილიჩი, რომ კაიუსი, ვინმე კაიუსი ზოგადად კაცის სახელია. კაიუსი არის ადამიანი. ადამიანი მოკვდავია. შესაბამისად რა გამოდის სილოგიზმის თანახმად, რომ კაიუსი მოკვდავია. მაგრამ ეს ვიცი მე, მაგრამ მე ხო კაიუსი არა ვარ. ის მოკვდავია, კი ბატონო. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ესეთი ჩაესვა, ეს ივანე ილიჩი ხო ვარ მეო და ივანე ადამიანია, ადამიანები მოკვდავები არიან. შესაბამისად მეც მოკვდავი ვარ, მაგრამ ამას გაურბის მისი გონება. რატო გაურბის? იცით რომ ეს კაიუსი არის ზოგადი კაცი. ზოგადი ვიღაცა, კონკრეტული კაცი არ არის. მაგრამ ის კაიუსი როგორ განიცდის ჩემ განცდებს? რა ჩემნაირად უყვარს დედა, ან უყვარდა დედა. ჩემნაირად უყვარს მამა, ან შვილები ჩემნაირად უყვარს. საჭმელი ჩემნაირად განიცდის ჭამას და სმას და დაუშვათ მეგობრებთან გართობას. ეს ხო სხვა კაცია. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ სხვა კაცი არ არის საუბარი. თითოეულ ჩვენგანზეა საუბარი. რა ამას არ იღებს ეს კაცი. მე გადადის ესეთი თხრობით, რომ სინამდვილეში კუჭ-დაწლავში კი არ არის ჩემი დაავადება. გული მტკივა თუ კუჭი თუ ბრმანაწლავი, ამაზე კი არ არის საქმე. მე ვკვდები, ხალხო ამბობს. მე ვკვდები. კუჭ-ნაწლავი კი არ მიკვდება დაცვა. ორგანოებში კი არ არის ჩემი სიცოცხლე. მე ვკვდები სინამდვილეში და სად მივდივარ, რა იქნება ჩემს მერე? არაფერიც არ იქნება. მე არ ვიქნები და როგორ გაიქნება ყველაფერი.
და აი ბოლო კულმინაციური ესეთი როგორც მოგახსენეთ მარგალიტისებრი თხრობა. ცოტა დაუწყნარდება ეს ტკივილი და თითქოს დაიწყებს დიალოგს საკუთარ მესთან, მეორე მესთან. ეს მე, როცა დაუწყნარდება ეს ტკივილი, ეუბნება ესეთ კითხვას უსვამს. კარგი, შენ შეგიკითხები, რა გინდა შენ ახლა, აი ამ წუთას რა გინდა? ეს ეუბნება, როგორ ამინდა, კაცო, შენ არ იცი რაც მინდა? მე სიცოცხლე მინდა, კარგი, სასიამოვნო სიცოცხლე მინდა. რა არის სასიამოვნო სიცოცხლე? ის არის, რითიც მე ვცხოვრობდი, ეუბნება. და რითიც ცხოვრობდი შენ? და დაიწყო არგუმენტების მოძებნა, ახლა ამ თავის მეორეს ელაპარაკება, სულს შეიძლება ითქვას. რა არის და გეტყვი რაც არის სიცოცხლე მშვენიერი ჩემ ცხოვრებაში? მე ჩინოვნიკი კაცი ვარ. და მოყვა ესე იგი ბავშვობიდან ვიდრე იმ დღემდე თავის სიცოცხლეს გაიხსენა ყველაფერი. და თურმე ბავშვობაში რამოდენიმე ეპიზოდია, რომელიც მართლა სასიამოვნო იყო, ახალგაზრდობაში რამოდენიმე ეპიზოდია თურმე სასიხარულო და სასიამოვნო, ცოლი მოიყვანა და ცოლში არ გაუმართლა და ამბობს, რომ ბედნიერი მე არა ვარ და სინამდვილეში გამოდის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უბედურად მიცხოვრია მე. და ეხლა ეს ეუბნება შინაგანი ხმა, ასეთი სიცოცხლე გინდა შენ? არ მინდა ესეთი სიცოცხლე ამბობს. აბა რა სიტყობს სიცოცხლეს მაშინ? და მე ვფიქრობს ეს, რომ რაც ხალხისთვის დასანახად ეგონათ, რომ მე კარიერულად წინ ვიყავი და თითქოს ზემოთ მივდიოდი, სინამდვილეში ყოფილა ის, რომ მე ქვემოთ ჩავდიოდი თანდათანობით. იმიტომ რომ ჩემი იდეალი ამ ქვეყანაზე არაფერი იყო გარდა იმისა, რომ მე ცოცხლა მხოლოდ. და ამით სრულდება თითქმის ეს ნაწარმოები. კვდება ბოლოს სიტყვები არის და მოკვდა იგი 50 გვერდზე. ხა რო ჩვენ რა დავამთავროთ ესე პესიმისტურად ჩვენი საუბარი, რატო მნიშვნელოვანი? ხა ტოლსტოი დიდი ქრისტიანიც იყო, მაგრამ არც იყო დიდი ქრისტიანი იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანობაში არ ესმოდა მართალი რო გითხრათ. განსხვავებით დოსტოევსკისაგან. მაგრამ მას ხო გეუბნებით, აქვს ისეთი სიღრმისეული განმარტებები სიკვდილთან დაკავშირებით, რომ ამის არ ცოდნა და გვერდზე ავლა, სხვათა შორის ეს ნაწარმოები მიუძღვნა დაბადების დღეზე თავის ცოლს. და ხა ვიფიქრებ კაცი, რომ კაცო, კი გენიალური ესეთი ნაწარმოები მეორე, ხო გეუბნებით, არც მასთან შემხედრია მე. დოსტოევსკისთან არის რაღაცა ფრაგმენტულად, მაგრამ ესე გამოხატული მაინც არ არის. აი ესეთი სიღრმე ამ კაცს ჰქონდა და ეს ყველაფერი ქრისტიანობიდან გამომდინარე ჰქონდა. ამას თვითონ განიცდიდა ალბათ. წარმოუდგენელია, რომ არ განიცდიდე კაცი ამ სიკვდილისადმი დგომას და ესეთი სიღრმე დაწერო. ეს გამორიცხული ამბავი. და ეს ივანე ილიჩი თითოეული ჩვენგანია. ესე ვფიქრობთ ჩვენ. მე არა, ეს ილიჩი ხა გამორჩა ერთი მომენტი. ეს ილიჩი ფიქრობს ესეთ რამეს. მე როგორ უნდა მოვკვდე? მეზობელი გასაგებია, დავდივარ მის გასვენებაშიც. მეგობარიც გასაგებია. ახლობელიც გასაგებია, მაგრამ მე როგორ შეიძლება რომ მოვკვდე? ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ეს არის შეიძლება ითქვას ათეისტი კაცის აზროვნების შედეგი, როდესაც ცხოვრობს და მიზანი არ აქვს. ჩვენც ესე ვფიქრობთ სინამდვილეში, მაგრამ ამ ილიჩისაგან განსხვავებით ქრისტიანი ელოდება სიკვდილს, ნეტარეულად ელოდება სიკვდილს. კი არ გაურბის, კი არ ამბობს, რომ მე როგორ, ზუსტად ამბობს, რომ მე მოკვდავი ვარ და მე ვეტრფი
სიკვდილს ამბობს ქრისტიანი. მაგრამ რატო ვეტრფი? იმიტომ რომ მარადისობაში გადავდივარ. სიკვდილში კი არ ვრჩები, როგორც ეს კაცი ფიქრობდა ნაწარმოების თანახმად. არამედ სიცოცხლეში გადავდივარ. თუ არ გადავდივარ სიცოცხლეში, ჩემი ბავშვები, მე-12 კლასელები, როდესაც ჩამოვარდება ხოლმე თანამედროვე ათეიზმზე საუბარი, გოგო-ბიჭები მეკითხებიან, რომ აი ათეისტიო როგორ აზროვნებსო დაახლოებითო. ნუ ეხლა არც მე ვიცი როგორ აზროვნებს, მაგრამ ერთი გოგო მეუნება, რა აზრი უნდა კონდესო თუ ღმერთი არ არისო? რა აზრი უნდა კონდესო მათ სიცოცხლეს საერთოდ? თითქოს ბავშვები არიან 17-16 წლის გოგო-ბიჭები და ისე ღრმად აზროვნებენ ხშირად, რომ დაგაფიქრებს ადამი მართლაც თუ ესეთი ბავშვი ფიქრობს, რომ ცოლი და შვილი და გართობა და ფულის შოვნა კი არა და კარიერული წარმატება. არამედ აზრი არ აქვს თუ ღმერთი არ არის, იმიტომ რომ აი ესე მოგდები, როგორც ივანე ილიჩი კვდება. უმიზნოდ, უაზროდ. სიცოცხლეც თითქოს ყველაფერი ნორმალურად ქონდა. წარმატებული კაცია, შვილები ყავს, დიდი სახლი, ყველაფერი. მაგრამ უაზროდ კვდება, იმიტომ რომ თავის ცხოვრებაში რამოდენიმე გაიხსენა, რაც იყო მართლა მნიშვნელოვანი. დანარჩენი უაზრო იყო ყველაფერი. აი ესე კვდება ათეისტი კაცი. და თუ ადამიანი ღმერთის გარეშე არისო, რა აზრი აქვს ამ სიცოცხლეს ამბობს ერთ-ერთი პატარა ბავშვთაგანი. და მართლაც ესია. აზრი არ აქვს, გამოსავალი რუტინაში ხარ ყოველ დღე. ეს დღევანდელი დღე კიდევ გამეორდება. დაახლოებით ესეთი კი უნიკალურია ყველა დღე, მაგრამ ამ რუტინაში მაინც გამეორდება. ყოველ დღე თითქმის ერთი და იგივეა. და ცხოველივი ცხოვრობს ადამიანი, სანამ მოუვა რამე დაავადება, ან უეცრად სანამ არ წავა. და თუ დაავადება მოუვა, მაშინ იფიქრებს მაინც როგორც ამ კაცმა იფიქრა და თუ უცბად წავიდა, ახლა ვიქ რა ფიქრი უნდა კონდეს. აი ესეთი მდგომარეობაა. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა მარადისობისკენ წინსვლა და გონება ასეთი. ჯვარი გეწეროთ.